განათლების სამინისტროს პირველი კლასელი ბავშვების მშობლების გამოყლებება აქვს განზრახული და უნდა რომ ფული დააწეროს მოკლედ რა. და ამბობს თან რომ აიო ბულინგი უნდა აღმოფხრათო სკოლებშიო. ბიჭო სკოლებში რა აღმოფხვერით პირველ რიგში იცი? პირველი მასწავლებლების კვალიფიკაცია ამაღლეთ. მეორე უფრო მეტი სკოლა აშენეთ თბილისში, იმიტომ რომ 30 ცვლა არის თითო სკოლაში რა. და ეგ არის საშინელება ცალკე მშობლებისთვის და ცალკე ბავშვებისთვის. შემდეგი პოლიესტერისგან არის შეკერილი ეგ ტანსაცმელები. თან ღირს ბიჭო 100 ლარი რა. პრობლემა რა არის იცი? ერთ წყვილს ვერ უყიდი მარტო, უნდა უყიდო 2, ეგ არის 200 ლარი. შემდეგი ეგ ორიც არ გეყოფა და რატომ? ზამთარში და ზაფხულში ერთი და იგივე ტანსაცმელს ვერ ჩააცმევ. ან უნდა იყიდო 4. ეგ შენი 400 ლარი. მერე კონსტიტუციაში წერია, რომ საჯარო სკოლაში სწავლა არის სრულიად უფასო. რატომ უნდა გადაიხადოს და შემაწეროს ფული სახელმწიფომ? ვერ ხვდები, ანუ რატომ უნდა გავასრულელებინო თავი. მერე თქვენს ესეთი რაღაცა განათლების სამინისტრომ, აიო თუ გინდა თუ ეს თუ არ მოგეწონება თუ უხარისხო თუაო, ცალკე შეგიძლიათ თქვენ თვითონ შეაკერინოთ. ეს ყველაფერი დაიწყო იმიტომ რომ ბულინგი არ ყოფილიყო, ხო? აი რომ ვეღაცას მდიდრულად ეცმეო, ბიჭო, ვეღაცას რო 400 ლარიანი ფორმა ეცმეო და ვეღაცას 70 ლარიანი თუ 100 ლარიანი, ეგ არ იქნება განსხვავება? ბიჭო, აი ვერ ხვდები რა, რატო იჩლუნგებთ? აი რატო ჭამთ ამ ძღნერს? ვერ ხვდები რა. შენ არაფერი არ მოგწონს, აბა ევროპა რო გინდა. ბიჭო, ანუ აი არ ვიცი რა გითხრათ რა. ყლეები ხართ, მეტი არავინ. ტუალეტებში რო ჰიგიენა არ არის სკოლებში და ძღნერის სუნათ რო ყავს ტუალეტები, მაგას მიხედეთ. კიდე იცით რას მიხედეთ? 200 კილოიანი მანდატურები რო ყავთ, მაგას მიხედეთ რა. რამე რომ მოხდეს, რომელი რისი გამქცევია, ზოგი თვალებიდან ვერ იყურება, 40 ზომა სათვალე უკეთია, ზოგი 200 კილოა, ზოგი ის არის რა ქვია, კოჭლი, ზოგი ყრუ და ზოგი კიდე ქაჩალი რა და თქვენ დალოცვილებო. დოხვია პრობლემა გაქვთ განათლებაში რა. და ნორმალური რაღაცეები ასწავლეთ კიდე ბავშვებს. და რა ვიცი, დაუფინანსეთ აგერ ბუფეტი და დღეში ერთხელ მაინც შეეძლოს ბავშვს რაღაცა ერთის ჭამა, ხო? 200,000 ბავშვი შიმშილობს და ამათ თურმე უიოს სკოლის ფორმები, ანუ ყველაფერი მოვილიეთ და აი ხა სკოლის ფორმები დაგვჭა რა, თორე დალში ხა ყველაფერი აწყობილია განათლების სისტემაში საათივით. იმდენი მტყვნის დედას შევეცი მე რა. აი რაღაცით ხო უნდა დაიწყო არა, შეყლეო, მე რაღა ტანსაცმლით იწყებ. აღზრდა არის სულიერება პირველი და არა გარეგნობა. მოგიტყანთ აზროვნება და ფსიქიკა, ვისაც ეს მოგწონთ. ყლეები ხართ სულ ყველა რა. ვახ ბიჭო რა, ამ ქვეყანას ბიძინა კი არა ვინც გინდა რომ მოვიდეს, არაფერი არ ეშველება, მანამ სანამ თითოეული ადამიანი ვერ გაიაზრებს, რომ ამ ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქეა, ტრაკი უნდა გაანძრიოს, რაღაცა უნდა თქვას, რაღაც უნდა გააპროტესტოს და განათლება კონდეს მინიმუმ იმ დონის, რომ ქვეყანა ვერ აყლევებდეს და ვერ უსრულებდეს და ფულებს ვერ აწერდეს. კაი ეხა 100 ლარია. ხო და კაი ეხა 100 ლარია და მოგტყვნიათ პატრონი რა. ესე იგი თქვენ არ გიჭირთ. და თუ არ გიჭირთ, იხადეთ ფული რა. მოგტყვნიათ პატრონი.